უცხოური კინოს ცოცხალი ლეგენდა მერაბ ნინიძე დღეს გახლავთ იუბილარი, ულოცავთ მას თავისთავად ცხადია დაბადების დღეს მთელი შემოქმედებითი გუნდი და რუსთავი 2 მსახიობს 60 წელი შეუსრულდა მისი უახლესი პროფესიული მიღწევა 2025 წელს გამოშვებულ ამერიკულ ფილმს სახელად პროფესიონალი უკავშირდება, სადაც ის მთავარ როლს ასრულებს. კინოსურათის ავტორი და პროდიუსერი სილვესტერ სტალონე გახლავთ. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან ჯეისონ სტეთჰემი, ჯეისონ ფლემინგი და მაიკლ პეინია, მანამდე კი მერაბ ნინიძის კარიერული წარმატება ედვარდ ბერგერის თრილერს პაპის კონკლავს დაუკავშირდა. ეს ყველა ძალიან კარგად გვახსოვს. აქ ქართველი მსახიობი ვატიკანის კარდინალს განასახიერებს, როგორც გვახსოვს, ეს კინოსურათი ოსკარის ნომინანტიც გახლდათ, სადაც მან საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ჯილდო მოიპოვა. არსად აფრიკაში ეს კი კიდევ ერთი ამჯერად გერმანულენოვანი ფილმია, რომელშიც ნინიძე მონაწილეობს და რომელმაც 2003 წელს ოსკარის 75 დაჯილდოების ცერემონიაზე მოიპოვა პრემია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. საქართველოში მერაბ ნინიძემ 20-ზე მეტ კინოსურათში შექმნა დასამახსოვრებელი როლები. მისი დებიუტი ქართულ კინემატოგრაფში მე-20 საუკუნის 80-იან წლებში თენგიზ აბულაძის ფილმ მონანიებაში შედგა, რომელიც მოგვიანებით კანის კინოფესტივალის პრიზიორიც გახდა. კიდევ ერთხელ ულოცავთ ბატონ მერაბს იუბილეს, უსურვოთ მას წარმატება, როგორც პროფესიული, ასევე პირადი. და ჩვენი ძალიან ბევრჯერ გახარება და სიამაყე ქართველი ერისა.